ეს არ არის რასაკვირველია მარტო თბილისის და საქართველოს პრობლემა. ამდაგვარი პრობლემა დგას მთელ მსოფლიოში. უბრალოდ არეგულირებს მსოფლიოს და აი სწორედ ის სივრცე, რომელიც დანაც ეხლა ჩახსნას ცდილობენ ზოგ-ზოგი ერთები ჩვენსაც, ცივილიზებული სამყარო. ევროკავშირი აშშ არეგულირებს ამას კანონმდებლობით, რომ იქ ვერ ჩაერიოს და იყოს რაღაც ადგილები, სადაც არ უნდა შეეხო. ის მისი ამას ქვია, ესე იგი ის იერსახე, ორიგინალური იერსახე არ დაიკარგოს. არ დაიკარგოს. აი როგორც არის ძველი უბნები, ყველა ვართ ნამყოფი, ახლა რაც ვიზა ლიბერალიზაცია არის, თქვენ თაობაც რა თქმა უნდა, მივდივართ, ხო არის ძველი ქალაქები, ხო იქ ხო არ ერევა. არის დადგენილი წესი, რომ არ უნდა აშენო რაღაცა სიმაღლეზე მაღალი შენობა, არ უნდა შეეხო რაღაც იქ. ანუ აი ამ კანონმდებლობაში არის მოქცეული. იქ ადამიანები და ორგანიზაციები ერგებიან კანონმდებლობას. ჩვენთან ადამიანებს და ორგანიზაციებს არ გებენ კანონმდებლობას. აქ პირიქით არის. აქ პირიქით არის სამწუხარო რეალობა ეს კომუნისტების დროს საცე იყო და ჯერჯერობით ვერ მოისპო ეს. ხო, ვიღაცა ყავს ნაცნობი სადღაც შეიძლება უცბად აგიშენონ იქ მირზაშაფის ქუჩაზე რაღაც საოცარი სიმახინჯე იმაში რა ქვია ძველ თბილისში. არის ეგეთი, აი გამაუგნებენ ნარიყალადან ჩანს, ესე იგი განადგურდა, რომელიც იყო უნიკალური სივრცე. და ეხლა იქ შენდება რაღაც უზარმაზარის. არ შეიძლება ჩვენ გვაქვს ძველი თბილისი, სადაც დაარსდა თბილისი. იქ არ შეიძლება რაღაცა შეეხო. ვაკეში, ნუცუბიძეზე პრობლემა არა, ეს ახალია ამ ეტაპზე. ნუ სადაც 20 საუკუნის მერე ვაკეს არ უნდა შეეხო და სხვა, მაგრამ მე ვამბობ ის რაც სადაც თბილისი და იქ როგორ შეიძლება რამე ხელი შეეხო. ხო, თბილისის იმას. აი არ შეიძლება, მაგრამ შეეხო. აქედან გამომდინარე პრობლემა არის დამოკიდებულებებში. აი ზუსტად ევროპული და ცივილიზებული დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ კანონი დაგარეგულირებს და იმის იქით უფლებას არ მოგცემს და რასაკვირველია ძალიან ბევრი რამ მიკარგება უგზო-უკლოდ. ხო და კიდევ არ დამავიდეს არქეოლოგიური მონაცემები ხა თბილისი, ჩვენი ქალაქი ის ნაწილი განსაკუთრებით ძის წარმოიდგინე ისტორიაზე რა. ხა არსებობს ქალაქები, რომლებიც მერე და მერე განადგურდა, აი ნიმუშა დავიღებ, თქვენს კარგად ნაცნობი, აი დავითმა რომ შემოიერთა ანისი დაუშვათ 1020-ში გავლილი ყო. აი ეს ანისი მაგალითად ამჟამად არის ნაქალაქარი. ანუ ერთდროულად იყო თბილისი, ჩვენი დედაქალაქი იყო და სომხების იყო ანისი. ანისი მერე მიატოვა ხალხმა. ეხლა ეს არის მერე ისე აღმოჩნდა ისტორია დღეს თურქეთშია მოკლედ რა. მაგრამ სომხური ძველი ქალაქი რაღაც პერიოდში ჩვენიც იყო. ის არის ხალხისგან დაცლილი, ის არის მკვდარი ქალაქი, იქ წადი და იმუშავე რამდენიც გინდა. იქა. მაგრამ თბილისი ხო ესე არ არის. თბილისი სულ ცოცხალია და ღმერთმა თხან საცოცხლოს კიდევ, ანუ ის ძველი ნაწილიც ზის უამრავი რა. ამიტომ თქვენ წარმოგიდგენიათ რა სიფრთხილე არის საჭირო, რომ არ განადგურდეს და აი, ანუ ესე უპრაგონოდ რომ არ იყოს, იქ ადგილებია, რომელსაც არ უნდა შეეხო უბრალოდ რა, რა იცი რა ხდება, რას პოულობ. მაგრამ ვინ დაგიდევს ამას? ამას სჭირდება უკვე სხვა მიდგომები და ეს მიდგომები ჩვენთან არ არის სამწუხაროდ ჯერჯერობით. ესეთი ამბავია.